ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველ კურსელთა მიღება გაიმართა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ. 2005-26 აკადემიურ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სხვადასხვა საფეხურის ახალი საგანმანათლებლო პროგრამები დაემატა, რაც სტუდენტებს სასწავლო პროგრამების არჩევის საშუალებას აძლევს. ულოცავ ყველა პირველ კურსელს და სტუდენტს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ძალიან დიდი სიხარულის და ენთუზიაზმის წყაროა ჩემთვის ეს ახალი სასწავლო წელი და ცხოვრების ახალი ეტაპი და ამ უნივერსიტეტშიც დიდი იმედებით ხვდები, რომ შეძლებ ჩემი ცოდნის, ჩემი შესაძლებლობების სრულად გამომჟღავნებას და გაღრმავებას და იმ საქმეში სწორად ჩადებას ჩემი უნარების, რომელიც ძალიან მიყვარს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი იწყება ახალი სასწავლო პროგრამებით. დაემატა ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო თანამშრომლობას და ევროპული დონის განათლების მიღების შესაძლებლობას საქართველოში. ჩვენი უნივერსიტეტი კვლავ ლიდერია, საუკეთესო აბიტურიენტები გახდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები. ჩვენს უნივერსიტეტს დაემატა ახალი საერთაშორისო აკადემიური პერსონალი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა და შედეგები ავსახოთ სწავლის პროცესში. სასწავლო პროგრამების განვითარებასთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარება. ქართულ ფონდი ჯამში მოცულობით ხარჯავს 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას, რომელიც მოხმარდება უნივერსიტეტის ეტაპობრივ განვითარებას. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ცენტრალური ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა, სტუდენტთა ინფრასტრუქტურის განვითარება, მოწესრიგება, საერთო საცხოვრებლების ახალი შენობების მშენებლობა. უნივერსიტეტი მზად არის უმასპინძლოს გაცილებით მეტ სტუდენტს, ვიდრე ეხლა ამ ეტაპზე გვყავს.